არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ჩვენი შეხვედრის მიზეზი კვლავ საინტერესო სიახლეებია ტექნოლოგიური და სამეცნიერო სამყაროდან. რაც შეეხება შედეგს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს ეპიზოდი თქვენთვის საინტერესო იქნება. ჩვენ ვცხოვრობთ ჭკვიანი ნივთების სამყაროში. ჭკვიანი ტელეფონიდან დაწყებული ჭკვიანი სახლით დამთავრებული. ჩვენ ყველაფერზე გიამბეთ წინა ეპიზოდებში. ახლა უნდა ვისაუბროთ სახლზე, რომელიც საკუთარი თავის შენახვას თავადვე შეძლებს. უელსის უნივერსიტეტმა განაცხადა პირველი ჭკვიანი სახლის მშენებლობაზე, რომელიც პროექტ სპეციფიკის ენერგოეფექტური ნაგებობების სერიას ეკუთვნის. პროექტი ხელმძღვანელობს შენობა როგორც ელექტროსადგურის კონცეფციით. მისი გათვალისწინებით ნებისმიერი ნაგებობა უნდა გამოიმუშავებდეს ენერგიას, რომელიც თავის შესანახად მაინც იქნება საკმარისი. ენერგიის დადებითი ბალანსი მიიღწევა მისი მოხმარების დაწევით, თანამედროვე განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით, ასევე ენერგიის ჭკვიანი შენახვა მისი შემდგომი გამოყენებისთვის. მაღალ ტექნოლოგიური სახლის შემადგენელ ელემენტებად გამოიყენება ეგრეთ წოდებული მზის კოლექტორები. მათ შორის არის სახლის გარე მხარეზე ტყავის პერფორირებული საფარი, რომელშიც გადის სუფთა ჰაერი, რომელიც მზის სხივებით თბება. მიღებული თბილი ჰაერის ნაკადი გამოიყენება გათბობისთვის. ელექტროობა გენერირდება 4.3 კილოვატი მზის პანელით, რომელიც განთავსებულია სახლის სახურავის ჩრდილოეთ ნაწილზე. ენერგია, რომელიც არ არის საჭირო მოცემულ მომენტში, ინახება აკუმულატორში. შემდგომში ის იხარჯება გათბობაზე, ვენტილაციაზე, წყალსა და ელექტრომომარაგებაზე. მაღალ ტექნოლოგიური სახლი, რომელმაც მიიღო სახელწოდება Solar House, სულ რაღაც 16 კვირაში აშენდა. ჩვენს ეპოქაში კომპიუტერები განუწყვეტლი ვითარდებიან და იქნება შთაბეჭდილება თითქოს ისინი ბავშვები არიან სხვადასხვა განვითარების ეტაპზე. რთული წარმოსადგენია სამყარო, სადაც ეს ბავშვები სრულყოფილებას მიაღწევენ. თავდაპირველად კომპიუტერებმა ისწავლეს ფოტოსურათებზე სახეების ამოცნობა და ახლა მათ შეუძლიათ განსაზღვრონ თუ რა მოქმედებას ასრულებს ფოტოზე გამოსახული ადამიანი. წინა თვეში Google-ის ინჟინრებმა საზოგადოებას წარუდგინეს ნეირონული ქსელი Deep Dream, რომელსაც შეუძლია გამოსახულების გარდაქმნა ფანტასტიკურ აბსტრაქტულ ხედვაში. სტენფორდის მეცნიერებმა წარმოადგინეს ახალი გამოგონება Neural Talk, რომელიც ადამიანის ენაზე აღწერს იმას, რასაც ხედავს. პირველად Neural Talk ნახსენები იყო 1 წლის წინ. მოცემული სისტემის შემუშავება სტენფორდის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის დირექტორი Pei Li და მისი კურსდამთავრებული ანდრეი კარპატი ხელმძღვანელობენ. პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც პროექტის ფარგლებში დაიწერა, შეუძლია გამოსახულების ანალიზი, ზუსტი განსაზღვრა იმისა, თუ რა ხდება გამოსახულებაზე და მიღებული ინფორმაციის ადამიანის ენაზე გადმოცემა. მაგალითისთვის, თუ ფოტოზე გამოსახულია მამაკაცი შავ მაისურში, რომელიც უკრავს გიტარაზე, ხელოვნური ინტელექტი ანალოგიურად აღწერს მას. მამაკაცი შავ მაისურში გიტარაზე უკრავს. რა თქმა უნდა, სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, ასე რომ სისტემა ხშირად უშვებს სხვადასხვა შეცდომებს. Neural Talk მუშაობისთვის ნეირონულ ქსელს იყენებს. ალგორითმი ადარებს ახალ გამოსახულებას მანამდე ნანახ ფოტოსთან, პატარა ბავშვის მსგავსად, რომელიც ახალ სიტყვებს და ნივთებს სწავლობს. მეცნიერები უხსნიან ხელოვნურ ინტელექტს იმას, თუ როგორ გამოიყურება კატა, ჰამბურგერი ან ფეხსაცმელი, ხოლო Neural Talk-ი ამ ყველაფერს იმახსოვრებს და შემდგომში უშეცდომოდ განსაზღვრავს მათ. შემქმნელები დგანან რთული ამოცანის წინაშე. მათ უნდა ჩაატარონ ურთულესი და დამღლელი სამუშაოები იმისთვის, რომ ასწავლონ ხელოვნურ ინტელექტს. ასევე მათ უნდა დაკიდონ უამრავი ნიშნული ათასობით ფოტოზე გამოსახულ სხვადასხვა ობიექტებს, მანამ სანამ ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად შეძლებს აღწეროს მის მიერ დანახული გამოსახულება და სიტუაციები. დასაწყისისთვის მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ისინი შეძლებენ ისეთი საძიებო მანქანის შექმნას, რომელიც წამში შეძლებს იპოვოს თქვენთვის სასურველი ფოტოსურათი ინტერნეტში. პოტენციურად მომავალში მსგავს ნეირონულ სისტემას გაცილებით მეტი შესაძლებლობები ექნება. მაგალითისთვის, მოცემულ ალგორითმს შეიძლება არა მარტო ფოტოსურათის, არამედ თქვენთვის საინტერესო ფილმის, სერიალის თუ YouTube-ის ვიდეორგოლის კონკრეტული მომენტის მოძიება. რამდენად მცირე ზომის და იაფი შეიძლება იყოს პერსონალური კომპიუტერი. ალბათ მომავალში მისი ფასი ხარისხიანი უბისწიგნაკის ფასს არ გადააჭარბებს, თუმცა მოდი ვნახოთ ამ მომენტში არსებული შედეგი. სტარტაპის Remix Mini, the world's first true Android PC-ის დამფუძნებლები ყველას, ვინც დაინტერესებულია არაძვირადღირებული მინი პერსონალური კომპიუტერის შეძენით, სთავაზობენ გახდნენ ახალი Android ნეტ-ტოპის Remix Mini-ის მფლობელები. რას წარმოადგენს Remix Mini, რომელიც გახდება როგორც მედია პლეიერების სრულყოფილი შემცვლელი, ასევე აიღებს თავის თავზე საოფისე კომპიუტერის ძირითადი ფუნქციების შესრულებას. Giant Tech-ის სპეციალისტების მიერ დაანონსებული ნეტ-ტოპის მოდელი, რომლის შემადგენელი ნაწილები განთავსდა მომრგვალებული ფორმის მქონე კომპაქტურ შავ კორპუსში, გარეგნულად გავს სათვალის სიგანეში გასულ ჩასადებს. მოწყობილობა გამოირჩევა როგორც დაბალი ფასით, ასევე საკმაოდ საინტერესო შიგთავსითაც.
Remix Mini-ის ყველაზე ბიუჯეტური ვერსიის შიგნით განთავსდა 64 ბიტიანი 4 ბირთვიანი ARM პროცესორი Allwinner A64 ტაქტური სიხშირით 1.2 GHz, ასევე 1 GB ოპერატიული მეხსიერება. პერსონალური მონაცემების შესანახად გამოყოფილია მხოლოდ 8 GB, თუმცა ნეტოპის მფლობელს შეუძლია მისი გაზრდა როგორც micro SD ბარათით, ასევე USB მეხსიერების გამოყენებით. Remix გააჩნია Wi-Fi, Bluetooth ადაპტერები, ასევე LAN, HDMI, 3.5 mm audio jack და 2 USB 2.0 პორტები. რა თქმა უნდა, ARM არქიტექტურის არჩევამ გამორიცხა სრულყოფილი Windows პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, პროექტის ავტორები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და Remix Mini-სთან ერთად გვთავაზობენ საფირმო ოპერაციულ სისტემას Remix OS. მოცემული პროგრამული გარსის ბაზად გამოიყენება ყველასთვის ცნობილი Android-ი. Remix Mini-ის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მისი ღირებულება, რომელიც წინასწარი შეკვეთის ადრეულ ეტაპზე შეადგენდა $20. მართალია მოცემული ღირებულების მოდელის რაოდენობამ შეადგინა 500 ერთეული, რომელიც გაიყიდა 12 საათის განმავლობაში. ახლა უკვე მისი ღირებულება შეადგენს $30. შეკვეთილი ARM ნეტტოპების მიწოდება დაიწყება ამ წლის ოქტომბერში. ნიუ-იორკიდან ლონდონამდე უფრო მალე ჩახვალ თუ თბილისიდან ქუთაისამდე? რა თქმა უნდა, სწორი პასუხია ქუთაისამდე, თუმცა იმასაც გააჩნია რა ტრანსპორტით მგზავრობ დიდი ვაშლიდან ნისლიან ალბიონამდე. შემუშავებლები 2013 წელს შექმნილი ულტრახმოვანი Spike Aerospace S512-ის გაუმჯობესებას განაგრძობენ. 18 მგზავრზე გათვლილ ლაინერს შეუძლია 3 საათში დაძლიოს მანძილი ნიუ-იორკიდან ლონდონამდე, ხოლო დაგეგმილი გაუმჯობესებები მოცემულ დროს კიდევ უფრო შეამცირებენ. ინჟინრებმა გააჟღერეს მიღწეული მაქსიმალური სიჩქარე 1.8 მახი. ეს შეადგენს 2205 კმ/სთ, რაც საგრძნობლად აღემატება 0.92 მეასედ მახის მქონე 747 აერობუსის სიჩქარეს. S512 მოდელის სიჩქარე უტოლდება F-18 Hornet-ის მაჩვენებელს, რაც კიდევ დიდი ხნის მანძილზე მიუღწეველი იქნება სამოქალაქო თვითმფრინავების უმრავლესობისთვის. შთამბეჭდავი მაჩვენებლების მიღწევის მთავარ პირობას წარმოადგენს კომპანია Spike Aerospace-ის წამყვანი ინჟინერის მიერ შემუშავებული ახალი დელტისებური ფრთის გამოყენება. სწორედ ასეთმა ფორმამ, რომელიც ერთნაირად ეფექტურია ქვებგერითსა და ზებგერით სიჩქარეებზე ფრენისას, განაპირობა შესანიშნავი შედეგების მიღწევა. მსგავსი სქემის მიხედვით აწყობილი ულტრახმოვანი თვითმფრინავების გამოყენება გახდის შესაძლებელს კრუიზების პარიზი, დუბაი ან ლონდონი, ნიუ-იორკის განხორციელებას დროის მინიმალური დანახარჯით. ერთადერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად დარჩება გადაფრენის მაღალი ღირებულება. ვისაც ფილმი მეხუთე ელემენტი უნახავს, ალბათ ემახსოვრება მფრინავის სატრანსპორტო საშუალებებიც, თუმცა ამ სურათის ნახვა მომავალში რეალურად შეიძლება. კომპანია Terrafugiam წარმოადგინა ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალების დიზაინერული კონცეფცია TFX, რომელიც როგორც მოსალოდნელია შეძლებს საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილებას და ასევე ფრენას. შეგახსენებთ, რომ პროექტის TFX-ის შესახებ ფირმა Terrafugia ლაპარაკდა 2013 წელს. ფრინავი ავტომობილი აღიჭურება 2 კეცვადი ფრთით, რომელზეც დაყენებული იქნება ბრუნვადი პროპელერი. მანქანა შეძლებს ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის განხორციელებას, რაც მფლობელს თავიდან აარიდებს ასაფრენი ბილიკის ზებნის აუცილებლობას. მოდელი TFX აღჭურვილი იქნება ჰიბრიდული ძალური დანადგარით. მიწაზე მოძრაობისას ასევე აფრენის დროს აუცილებელ წევას უზრუნველყოფენ ელექტროძრავები. ფრენის დროს საქმეში ჩაერთება 300 ცხენისძალის სიმძლავრის შიდაწვის ძრავი, რომელიც მოძრაობაში მოიყვანს ავტომობილის უკანა ნაწილში დაყენებულ პროპელერს. ჰაერში TFX შეძლებს 320 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებას, ხოლო მაქსიმალური მანძილი შეადგენს 800 კმ-ს. სალონში შესაძლებელია მძღოლი პილოტის ჩათვლით 4 ადამიანის განთავსება. სატრანსპორტო საშუალების შექმნისას დიდი ყურადღება მიექცევა უსაფრთხოების საკითხებს. კერძოდ, მანქანა მიიღებს ავტოპილოტირებისა და ავტომატური აფრენა-დაჯდომის სისტემას. უახლოეს მომავალში TFX-ის დაპატარავებული მოდელი გაივლის ყოველმხრივ ტესტირებას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, აეროდინამიურ მილში. სამწუხაროდ, კომერციულ ბაზარზე მფრინავი ავტომობილების გამოჩენამდე არანაკლებ 8-12 წელი გავა. ამერიკაში შექმნეს ქალაქი მაკეტი, სადაც მოხდება ტესტირება უპილოტო ავტომობილების. მასშტაბები არც ისე პატარაა, რაც მთავარია მაქსიმალურად დაახლოებულია რეალურ პირობებთან. 21 ივლისს მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიხსნა 11 ჰექტარი ფართობის მქონე მინი ქალაქი, რომელიც შევსებულია ბუტაფორიული შენობებით, საგზაო ნიშნებითა და ქვეითებით. საცდელი ქალაქი პოლიგონი, რომელმაც მიიღო სახელწოდება M-City, შექმნილია სხვადასხვა უპილოტო ავტონომიური სატრანსპორტო და სხვადასხვა გადაადგილებების საშუალებების საცდელად.
MCT მოიცავს ქალაქებისა და სოფლის გზების ქსელს და თავაზობს უამრავ რეალისტურ საგზაო სიტუაციას, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ავტონომიური მანქანა, მათ შორის საგზაო რობოტი, ქვეითი, ველოსიპედი და სხვა. შეულებრივი ქალაქის ქუჩებისა და ფასადების განსხვავებით, სატესტო ქალაქს გააჩნია ცვალებადი სტრუქტურა, რაც ნებისმიერი სიტუაციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ქალაქი ემი გაუხსნის გზას მკვლევარებს და მეცნიერებს ჩაატარონ უპილოტო ავტომობილებთან დაკავშირებული ახალი ტექნოლოგიების ტესტირებები, იქამდე სანამ გამოუშვებენ მათ რეალური ქალაქების რეალურ გზებზე. წარმოიდგინეთ სწრაფმარჯვი, იგივე ეგრეთ წოდებული ფლეშკარი, რომლიდანაც ინტერნეტში მასალის გასაზიარებლად უბრალოდ არ დაგჭირდებათ კომპიუტერი. ასეთი რამ უკვე წარმოიდგინა SanDisk-მა და შექმნა კიდევაც. კომპანია SanDisk-მა დაანონსა Flash Brelock Connect Wireless TIC, რომელიც განსაკუთრებულობა მდგომარეობს უსადენო კავშირის Wi-Fi-ის კონტროლერის არსებობაში. სიახლე აღჭურვილია სრული ზომის კონექტორით USB 2.0 კომპიუტერთან შესაერთებლად. მოცემულობა შეადგენს 16, 32, 64 და 128 გიგაბაიტს. Micro USB პორტის მქონე მობილურ მოწყობილობებთან მონაცემების მიმოცვლის აუცილებლობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლიათ Wi-Fi კავშირის გამოყენება. ამასთან ბრელოკში ინტეგრირებული აკუმულატორული ბატარეა საკმარისი იქნება დაახლოებით 4,5 საათი ავტონომიური მუშაობისთვის. SanDisk იძლევა თავსებადობის გარანტიას Android 4 და 2 და ზევით, ასევე iOS 8.0 და ზევით ოპერაციული სისტემის მქონე smartphone-ებსა და პლანშეტებთან. რა თქმა უნდა, მეხსიერების გამოყენება შესაძლებელია Windows და OS X ბაზაზე მომუშავე პერსონალურ კომპიუტერებთან. გარდა ამისა, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება მობილური აპლიკაცია მულტიმედიური ფაილების სარეზერვო კოპირების ავტომატიზირებისთვის. მოწყობილობა უკვე გაყიდვაშია. ფასი მოცემულობის შესაბამისად $30-დან $100-მდე მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ შეესწავლათ ბუნება, ის მაინც აგრძელებს ჩვენს გაოცებას. აღმოჩნდა, რომ არსებობენ ზვიგენები, რომელთაც შხაპის მიღება უყვართ პირდაპირ ვულკანიდან. ამბობენ, რომ ისინი ნამდვილი ზვიანგები არიან. როგორც ჩანს, ზღვის არსებებს შორისაც არსებობენ სუპერგმირები. როგორც პორტალი Daily Mail გვატყობინებს, მოქმედი წყალქვეშა ვულკან კავაჩის კრატერის კვლევის დროს ამერიკელმა მეცნიერებმა შემთხვევით კამერაზე აღბეჭდეს ზვიგენის ორი სახეობა და კიდევ რამდენიმე ცოცხალი არსება, რომლებიც სავსებით კომფორტულად გრძნობდნენ თავს, მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა და წყლის მჟავიანობის. თუ როგორ მოახერხეს მათ ამ პირობებში არსებობა, ამ კითხვაზე პასუხისგასაცემად საჭიროა სათანადო დამატებითი კვლევების ჩატარება. სპეციალური კამერა, რომელიც დაახლოებით 40 კილოგრამს იწონის, მეცნიერებმა ვულკანის კრატერის ფსკერზე ჩაუშვეს. 1 საათის შემდგომ კამერა თავად ამოტივდიდა წყლის ზედაპირზე, რის შედეგადაც მეცნიერები გადაღებული მასალის შესწავლას შეუდგნენ. ისინი გაკვირვებულნი დარჩნენ, როცა ვიდეო მასალაზე იხილეს ორი ზვიგენის კაროსი, მედუზა და ასევე რამდენიმე პატარა თევზი. ამჯერად მეცნიერებს მოუწევთ იმის გარკვევა, თუ როგორ შეძლეს ზღვის ბინადრებმა ასეთ რთულ პირობებთან შეგუება. ვულკანი კავაჩი, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით სოლომონის კუნძულებთან ახლოს მდებარეობს, მისი პირველი აქტიურობა 1929 წელს დაფიქსირდა და მას შემდეგ ზღვის დონიდან 8-ჯერ აიწია და დაიწია. ამჯერად მისი მოქმედი კრატერი მდებარეობს 45 მეტრის სიღრმეზე. სამედიცინო სფეროს მიღწევები არის ის, რაც ყველას ძალიან გვახარებს. ახლა ვისაუბრებთ კატარაქტაზე, რომლის მკურნალობის ახალი მეთოდი მეცნიერებმა უკვე იპოვეს. სამედიცინო გაერთიანება აღწევს კატარაქტას როგორც თვალის ბროლის დამუქებას. ეს ფიზიკური მდგომარეობა შეიძლება იწვევდეს მხედველობის სხვადასხვა აშლილობას და მის სრულ დაკარგვასაც კი. ადამიანები, ვისაც აღენიშნება კატარაქტა, ხშირად ლაპარაკობენ მხედველობის სიმკვეთრის შემცირებაზე, გარემოს მკრთალი ფერების, სიბნელეში მხედველობის პრობლემებსა და ხედვის არეში კაშკაშა შარავანდედის შესახებ. არაერთი ათწლეული კატარაქტის მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას წარმოადგენდა სპეციალური სამედიცინო ოპერაცია. თუმცა ახლა მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ნაპოვნია ახალი და ნაკლებად ინვაზიური მეთოდი და ძალიან მალე ეს ხერხი შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი სამედიცინო დაწესებულებებში. სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში ახლახანს გამოქვეყნებული სტატია აცხადებს მეცნიერების ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაო შედეგების შესახებ, რომლებმაც ძაღლებზე ჩატარებული ექსპერიმენტების სერიის ფარგლებში აღმოაჩინეს, რომ კატარაქტა ექვემდებარება მკურნალობას სპეციალური თვალის წვეთებით. ეს წვეთები შეიცავს ქიმიურ კომპონენტს ლანოსტეროლს. ეს მოლეკულები ბუნებრივი გზით იწარმოება ორგანიზმის შიგნით. ჯანმრთელ ინდივიდებში ლანოსტეროლი ცილებს არ აძლევს საშუალებას წარმოქმნან თვალის ბროლში ცილოვანი შენადედი, რაც იწვევს კატარაქტას. ამან მიიყვანა მეცნიერები იმ აზრამდე, რომ თვალის წვეთები, რომლებიც შეიცავენ ლანოსტეროლის საჭირო პროპორციას, შეიძლება წარმოადგენდეს ამ დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთ ალტერნატიულ მეთოდს.
როდესაც თვალის წვეთები შექმნეს, მეცნიერებმა შეამოწმეს ისინი ძაღლებზე. წვეთებმა ნამდვილად აჩვენეს თავისი ეფექტურობა. ჟურნალში Nature აცხადებენ, რომ წვეთებს მხოლოდ 6 კვირა დასჭირდა ცხოველების თვალის ბროლის დაბინდების და კატარაქტების ზომის შესამცირებლად. მეცნიერებმა ანალოგიური კვლევების ჩატარება გადაწყვიტეს ლაბორატორიაში გაზრდილი კურდღლების თვალის ბროლზე. შედეგები ასეთივე წარმატებული აღმოჩნდა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ქირურგიულ ოპერაციებს ყოველთვის ახლავს თან წარუმატებლობისა და შემდგომი გართულებების გარკვეული რისკი. აქედან გამომდინარე, ექიმი კან ჯანი და მისი სამეცნიერო გუნდი თვლის, რომ კატარაქტის მქონე პაციენტების უმეტესობა აირჩევს თვალის წვეთებს, თუ ამის შანსი მიეცემათ. თუ ყოველდღიურობამ დაგღალათ, ჩვენ რჩევა გვაქვს. ჩაალაგეთ თქვენი ნივთები და გაემგზავრეთ ახალ დედამიწაზე. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თუმცა როგორც ამბობენ, ნამდვილად აღმოაჩინეს ახალი დედამიწა. 23 ივლისს გაიმართა NASA-ს პრესკონფერენცია, რომელზეც გამოცხადა ახალი ეგზოპლანეტის Kepler 452b-ის აღმოჩენის შესახებ. ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ოფიციალურად დამტკიცდა ეგზოპლანეტის არსებობა, რომელიც ზომით ძალიან ახლოს არის დედამიწასთან და მდებარეობს სიცოცხლისთვის ვარგისი ზონის საზღვრებში. ვარსკვლავი Kepler 452, რომლის გარშემოც ბრუნავს მოცემული ეგზოპლანეტა, ძალიან ჰგავს მზეს. მას დაახლოებით იგივე ტემპერატურა აქვს, ხოლო დიამეტრი 10% და სიკაშკაშე 20%-ით მეტია. მისი ასაკი კი დაახლოებით 6 მილიარდი წელია, რაც მზესთან შედარებით მილიარდ ნახევარი წლით მეტია. თვითონ პლანეტა 60%-ით აღემატება დედამიწას და ერთ ბრუნს თავის გარშემო 385 დღეში აკეთებს. 5%-ით მეტ დროს ანდომებს ვიდრე დედამიწა. ზუსტი წონა და შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წესისამებრ მას უნდა გააჩნდეს მყარი ზედაპირი. Kepler 452b არის დედამიწის უფროსი ძმა. მისი შესწავლის შემდეგ ჩვენ უკეთ შევძლებთ გავიგოთ ჩვენი პლანეტის მომავალი. სულის შემძვრელია იმის გაფიქრება, რომ ეგზოპლანეტა 6 მილიარდი წლით უფროსია დედამიწაზე. ამ ხნის მანძილზე სრულებით შესაძლებელია, რომ მასზე წარმოქმნილი იყოს სიცოცხლე, თქვა ჯონ ჯენკინსმა, რომელიც გახლავთ სამეცნიერო მისია Kepler-ის ხელმძღვანელი. Kepler 452b დედამიწისგან 1400 სინათლის წლის მოშორებით, გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მოხსენება მისი აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნდა ასტრონომიულ ჟურნალში. გარდა Kepler 452b-ის აღმოჩენისა, მეცნიერებმა განაცხადეს კიდევ 521 ეგზოპლანეტის აღმოჩენის შესაძლებლობაზე. ამ მხრივ, საერთო ჯამში ტელესკოპ Kepler-ის მიერ დაფიქსირებული ეგზოპლანეტების რიცხვი 4696-მდე გაიზარდა. ასეთი პლანეტები საჭიროებს დაკვირვებებსა და ანალიზებს მათი არსებობის დასამტკიცებლად. წარმოიდგინეთ სასტუმროს, სადაც მომსახურე პერსონალს რობოტები წარმოადგენენ. თუმცა წარმოდგენა საჭირო აღარ არის, ის უკვე არსებობს. და თუ მიხვდებით აბა სად? რა თქმა უნდა იაპონიაში. იაპონიაში გაიხსნა რობოტებისგან შემდგარი პერსონალის მქონე ახალი სასტუმრო, Hana Hotel, რაც ითარგმნება როგორც უცნაური სასტუმრო. წარმოადგენს ნაგასაკის პრეფექტურის იაპონურ ქალაქ სასებოში არსებულ თემატურ საპარკო კომპლექს Haisten-Boshi-ის ნაწილს. სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ ნომერში შესვლის მომსახურებით სარგებლობა სახესამოცნობის სისტემის დახმარებით, ხოლო კომფორტით სარგებლობა შესაძლებელია პლანშეტის მეშვეობით. რესურსი JISMEG აცხადებს, რომ Hana Hotel წარმოადგენს ტოკიოს უნივერსიტეტთან არსებულ სამრეწველო მეცნიერების ლაბორატორია კავაზოეს და კორპორაცია კაჯიმას ერთობლივ გამოგონებას. სასტუმროს შემქმნელებმა მიზნად დაისახეს არა მარტო კომფორტული დასვენებისა და მხიარული დროსტარების ადგილი შექმნა, არამედ ასევე თავისი ბიზნესის ეკონომიურად, შემოსავლიანად, თანამედროვე და გარემოსთვის არასაზიანოდ ქცევა. კეთილგანწყობილი რობოტები სტუმრებს სარეგისტრაციო მაგიდასთან ხვდებიან და ეხმარებიან მათ განთავსებაში. თუმცა დროის დაზოგვის მიზნით შესაძლებელია დამოუკიდებლადაც გაიაროთ რეგისტრაცია. რობოტი მომსახურეები Hana Hotel-ში სხვადასხვა ამოცანებს ასრულებენ. ზოგს გადააქვს ბარგი, ზოგი დაკავებულია რეცხვით და დალაგებით. ძვირფასეულობის შენახვა შესაძლებელია შემნახვალ საკანში, რომელსაც ასევე კურირებს რობოტი. ამჯერად სასტუმროში 72 ნომერია, როდესაც სასტუმროს მშენებლობა საბოლოოდ დასრულდება, ნომრების რიცხვი 144-მდე გაიზრდება. ფასები იწყება $72 დღეში. დროა დაგემშვიდობოთ. ერთ კვირაში ჩვენ ისევ შევხვდებით მუდმივად სვალებადი და პროგრესირებადი სამყაროს თავიდან გასაცნობად. ნახვამდის.